როგორია თქვენი გზა სტომატოლოგიამდე? როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი საქმე იყო? სიმართლე გითხრათ, მთელი ჩემი ცნობიერი ასაკიდან მოყოლებული ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყავი ექიმი, თუმცა საწყის ეტაპზე ჩემი არჩევანი იყო ცოტა განსხვავებული, ანუ მინდოდა რომ პედიატრი გამხდარიყავი. სტომატოლოგიაზე ფიქრი დავიწყე აბიტურიენტობის პერიოდში, გამომდინარე ჩემი ხასიათის ნიუანსებიდან, ჩემი ინტერესებიდან და რა თქმა უნდა მშობლების დამეხმარენ გადაწყვეტილების მიღებაში, მივხვდი რომ უფრო, ესე ვთქვათ, ჩემი საქმე იქნებოდა სტომატოლოგია. თუმცა გაცნობიერებული ბოლომდე, ანუ რამდენად შევდგებოდი ამ სფეროში, რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე არ მქონდა ეს შეგრძნება, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, ეს შეგრძნება წამოვიდა ალბათ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და მივხვდი, რომ ნამდვილად ის საქმე, რომელსაც მე ვიმსახურებოდი, იყო ჩემი, მიყვარდა ეს საქმე და ალბათ სწორედ ხარისხიც მოდის მაშინ საქმეში და იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, როდესაც ძალიან გვიყვარს ეს საქმე. შესაბამისად, დღეს ძალიან მადლობელი ვარ იმ გადაწყვეტილების, რაც იმ ასაკში მივიღე და ჩემი ცხოვრება დაუკავშირე სტომატოლოგიას. როგორ დაიბადა იდეა დენტალური ცენტრის შექმნის შესახებ? ეს იდეა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ერთ წელში არ დაბადებულა, ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნის გამოცდილების შედეგი და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება საკუთარი სივრცის შექმნის შესახებ. წლების განმავლობაში მუშაობდი ქვეყნის წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში, შესაბამისად დამიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება ყველა ნიუანსით და ყოველ მხრივ, ამიტომ მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც პირველი ნაბიჯიდან ბოლო ეტაპამდე ყველაფერი იქნებოდა ისე, როგორც მე ვთვლი და მე მიმაჩნია, რომ არის საჭირო და სწორი და სწორედ ეს იყო, ესე ვთქვათ, მოტივატორი იმისა, რომ შემექმნა სივრცე, სადაც ყოველივე იმის რეალიზებას შევძლებდი, რისი სურვილის და შესაძლებლობაც მქონდა. რა გაძლევთ მოტივაციას ყოველდღიურად თქვენ საქმიანობაში? მე მგონი არ ვიქნები რაღაც ესეთ განსხვავებული თუ ვიტყვი რომ მთავარი მოტივაცია ჩვენ საქმიანობაში ეს არის მადლიერი პაციენტი. ჩემთვის ყოველი პაციენტი, ყოველი кейსი არის დამოუკიდებელი ისტორია პაციენტისა, რომელიც იწყება გარკვეული პრობლემით და მთავრდება პაციენტის ბედნიერი ღიმილით. ამიტომ კმაყოფილი პაციენტი, ბედნიერი პაციენტი არის რა თქმა უნდა ჩემი მთავარი მოტივატორი და ესე ვთქვათ ყოველდღიური წყარო ამ მოტივაციისა და ასევე გუნდი, საკუთარი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი, რომელთან ურთიერთობაც ყოველდღიურ საქმიანობაში და ყოველდღიურ რეჟიმში მაძლევს ასევე ძალიან დიდ მოტივაციას იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ, კიდევ უფრო მეტი ესე ვთქვათ პროგრესი განვიცადოთ და შევქმნათ იდეალური და ლამაზი ღიმილი და ამით გავაბედნიეროთ რა თქმა უნდა პაციენტს. როგორი ლიდერია მარიკა კუბლაშვილი? აი როგორი ლიდერია, ზოგადად ლიდერული თვისებები ნაკლებად გამაჩნია. მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ჩემი გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი წევრი და ამას ალბათ თითოეული გუნდის წევრიც ძალიან კარგად გრძნობს და ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო არა ლიდერი, არამედ მაგალითის მიმცემი თითოეული მათგანისთვის, რაც გულისხმობს მაგალითად პროფესიაში, საქმისადმი დამოკიდებულებაში, პასუხისმგებლობაში და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის ძირითადი, ესე ვთქვათ, განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენს კლინიკაში ხარისხი არის სტანდარტი და მთავარი ღირებულება არის ადამიანობა. იმიტომ რომ ჩემთვის ამომავალი წერტილი პროფესიონალიზმთან ერთად არის ის ადამიანური ღირებულებები, რომელიც როგორც ერთმანეთთან ურთიერთობაში, ასევე პაციენტთან ურთიერთობაშიც უნდა გვქონდეს. თქვენი აზრით, რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა სტომატოლოგიის სფეროში?
არა მარტო დღევანდელ დღეს, ანუ ზოგადად სტომატოლოგია ძალიან განვითარებადი დარგია, შეიძლება ითქვას, რომ მედიცინის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი დარგია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი უდიდეს ადგილს იკავებს არა მარტო მედიცინაში, ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს სფეროში, ძალიან სწრაფად ხდება ტექნოლოგიური პროგრესი და ამიტომ მთავარი გამოწვევა ის არის, რომ არ ჩამოვრჩეთ აი ამ ტექნოლოგიურ პროგრესს და ამ ყველაფერთან ერთად არ დაგვავიწყდეს უმთავრესი ეს არის პაციენტი თავისი ემოციებით, თავისი შიშებით, თავისი მოლოდინებით და ეს ყველაფერი უნდა იყოს კორელაციაში, ანუ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის მიღწევები პლუს ადამიანური ფაქტორი, რომელიც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი კურნალობის პროცესში. შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი შეხვედრა პირველ პაციენტთან? რა თქმა უნდა, ეს არის მომენტი, რომელიც ალბათ ყველა ექიმს მთელი ცხოვრება ემახსოვრება. აქვე მინდა აღვნიშნო ჩემი მენტორი, ბატონი იმედულა გვილავა, ჩემი პედაგოგი, რომელმაც პირველად მომცა შესაძლებლობა, რომ ჩამეტარებინათ ჩვეულებრივი მარტივი კბილის ექსტრაქცია, თუმცა შეგრძნება ალბათ არასოდეს არ დამოუწყდება, ეს იყო რაღაც დაბრკოლების გადალახვის, ძალიან დიდი საქმის გაკეთების, შიშის დაძლევის და ასე შემდეგ. ყველაფერი ალბათ ერთად. ემოციების პიკი და სწორედ ალბათ ეს მომენტი იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ არჩევანი გამაკეთებინა ჩემი მომავალი საქმიანობის, ან რა მიმართულებით გავაგრძელებდი საქმიანობას და ალბათ არჩევანი ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებით სწორედ მაშინ გავაკეთე. რა არჩევას მისცემთ ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას? ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ესე ვთქვათ, და რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს ჩემი ყოველდღიური საქმიანობის, ეს არის პედაგოგია, იმიტომ რომ დაახლოებით 25 წელზე მეტია, რაც ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, ამიტომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემა, ეს არის ჩემი ჰობი, ჩემი ძალიან ისეთი მთავარი მოტივატორი, ესე ვთქვათ, ცხოვრებაში. ამიტომაც ვიქნები თამამი ამ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის რჩევის მიცემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვეტყვი და მათთვისაც ეს არაერთხელ მithქვამს, რომ აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ პროფესიონალები, ეს არის ძალიან ღრმა ცოდნა იმ საქმეში, რასაც ვემსახურებით, იმიტომ რომ პროფესიულ უნარებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან მაღალი ხარისხის ცოდნა, რაც პირველ რიგში გზრდის პროფესიონალებად და ჩვენში იწვევს სიმშვიდის შეგრძნებას, რაც რა თქმა უნდა შემდგომ გადადის უკვე პაციენტზე. ანუ ეს თავდაჯერებულობა, სიმშვიდე ჩვენ საქმიანობაში უკვე განსაზღვრავს ხარისხიან, ესე ვთქვათ, მომსახურებობას და პროფესიონალიზმს. მეორე, რასაც ურჩევდი, ეს არის ცოდნის მუდმივი გაღრმავება. ამიტომ შეგრძნება, რომ მე უკვე რაღაც ვიცი, რაღაც ესე ვთქვათ, ზენიც მივაღწია, ყოველთვის არის დამღუპველი. ამიტომ ჩვენ ცხოვრება დაუკავშირეთ მედიცინას, რომელიც ძალიან განვითარებადი დარგია და ამიტომ ყოველდღიური ესე ვთქვათ, ცოდნის გაღრმავება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ მოთხოვნადი ექიმები. შემდეგი, რასაც ასევე ურჩევდი, ეს არის, რომ არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, არ შეუშინდნენ სიზნელეებს, იმიტომ რომ აი ამ რთულ გზაზე, რომელსაც ექიმობა ქვია, ყოველთვის იქნება გარკვეული შეფერხებები, შეცდომები, გადაცდომები, ამიტომ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს. პირიქით, ეს უნდა გახდეს კიდევ ერთი მოტივატორი იმისა, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ და უფრო, ესე ვთქვათ, ძლიერები ვიყოთ ჩვენ სფეროში და ჩვენ საქმეში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, მნიშვნელობა ჩვენ საქმიანობაში აქვს ადამიანურ ფაქტორს. არ უნდა დაგვავიწყდეს პაციენტი და ყოველთვის უნდა შეგვეძლოს მზადყოფნა იმისთვის, რომ დახმარება გავუწიოთ პაციენტს. როგორ ხედავთ თქვენი კლინიკის განვითარებას მომდევნო წლების განმავლობაში? ზოგადად პროგრესი და განვითარება ძირითადად, რა თქმა უნდა, როდესაც კლინიკაზეა საუბარი, ორი ასპექტი. ერთი ეს არის მუდმივი ტექნოლოგიური განახლება,
იმიტომ რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, რომელიც ძალიან დიდი მაღალი სისწრაფით იცვლება, ესე ვთქვათ, და ვითარდება ეს ტექნოლოგიები, ამიტომ კლინიკა მუდმივად საჭიროებს ამ ტექნოლოგიურ განახლებებს. მეორე ეს არის უშუალოდ ექიმის დონეზე ცოდნის განახლება, რაც აუცილებელია, რომ ყველა ექიმი ყოველ ნაბიჯზე, ყოველი წლის განმავლობაში იღებდეს ახალ ცოდნას, ახალ გამოცდილებას, ახალ ესე ვთქვათ, ცდომა ქონდეს ახალ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ეს ორი ფაქტორი, ტექნოლოგიური განახლება და ცოდნის მუდმივი განახლება ქმნის, ესე ვთქვათ, ხარისხს. ასევე ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, ძალიან მალე იგეგმება კლინიკის ახალი ფილიალის გახსნა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მასშტაბური და გრანდიოზული პროექტია, სადაც კლინიკურ ნაწილთან ერთად გვექნება ძალიან დიდი სასწავლო ცენტრი, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც რეზიდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი ექიმებისთვის და გვექნება ძალიან ბევრი ტრენინგი, სასწავლო კურსი იმისთვის, რომ მოხდეს ცოდნის გაღრმავება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება პაციენტების ინფორმირებულობის გაზრდა. ძალიან ბევრი კითხვა შემოდის პაციენტების მხრიდან და ასევე სოციალურ ქსელშიც ხშირად ხვდებით გარკვეულ კითხვებს, რომელსაც ზოგჯერ ესე ვთქვათ, არასწორი პასუხი მოყვება ხოლმე. ამიტომაც ჩვენი კლინიკის ექიმები შევეცდებით, რომ აი ამ ხშირად დასმულ კითხვებზე გავცეთ ძალიან პროფესიონალური პასუხები და ამით გავზარდოთ პაციენტების ინფორმირებულობა.